დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. აქტინომიკოზი. აქტინომიკოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით. ეს ბაქტერია ოპორტუნისტულია და ჩვეულებრივ გვხვდება პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე. აქტინომიკოზი ძირითადად მსხვილფეხარ ქოსან პირუტყვს ემართება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს სხვა ცხოველებიც, მათ შორის. მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი ყველაზე ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ტბის არეში, რის გამოც დაავადებას ტბის სიმსივნეს უწოდებენ. ღორები დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს კისრის, თავისა და ზოგჯერ შინაგან ორგანოებში. ცხვრები და თხები შეიძლება დაზიანდეს ლიმფური კვანძები და რბილი ქსოვილები. ცხენები იშვიათია, თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს ძვლები და რბილი ქსოვილები. ძაღლები და კატები დაავადება შეიძლება განვითარდეს მუცლის ღრუში, ფილტვებში, კანზე ან რბილ ქსოვილებში. ადამიანები იშვიათ შემთხვევებში იმუნოდეფიციტის მქონე პირებში შესაძლოა განვითარდეს აქტინომიკოზი. დაავადების მიზეზები. აქტინომიკოზის განვითარების მთავარი მიზეზი ინფექციის შეჭრა დაზიანებულ ქსოვილებში. დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს. უხეში საკვები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც ხშირად ხდება უხეში საკვების ღეჩვისას. უცხო სხეულები, მცენარეული ღეროები, ნამსხვრევები და სხვა უცხო სხეულები, რომლებიც შესაძლოა მოხვდეს პირის ღრუში. სტომატოლოგიური პრობლემები, კბილების დაზიანება და სხვა სტომატოლოგიური პრობლემები ხელს უწყობს ბაქტერიების შეჭრას. ქირურგიული ჩარევები, იშვიათად ქირურგიული ოპერაციების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ინფექცია. დაავადების სიმპტომები. აქტინომიკოზის სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ადგილმდებარეობაზე და დაავადების სიმძიმეზე. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი, ტბის ძვლის შესიება და გამკვრივება, დეფორმაცია, მყარი სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნები ტბის არეში, ჩირქოვანი გამონადენი ფისტულებიდან, ნახვრეტებიდან ტბის მიდამოში, მადის დაქვეითება, წონის კლება, სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, თუ დაზიანებულია სასუნთქი გზები. სხვა ცხოველებში კანქვეშა შესიებები და სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნები სხვადასხვა ადგილას, კისერზე, მუცელზე, კიდურებზე. ჩირქოვანი გამონადენი ფისტულებიდან. ტკივილი და მგრძნობელობა დაზიანებულ ადგილას. ლეთარგია და მადის დაკარგვა. შინაგან ორგანოების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიური სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ფილტვების დაზიანებისას ან მუცლის ტკივილი. აქტინომიკოზის დიაგნოსტიკა მოიცავს რამდენიმე მეთოდს. კლინიკური გამოკვლევა, ვეტერინარი აფასებს ცხოველის ზოგად მდგომარეობას, დაზიანების ლოკალიზაციას და სიმპტომებს. ლაბორატორიული ანალიზი. ბაქტერიოლოგიური კულტურა, დაზიანებული ქსოვილიდან აღებული ნიმუშის დათესვა სპეციალურ საკვებარეზე, რათა მოხდეს ბაქტერიის იდენტიფიცირება. ციტოლოგია, ჩირქოვანი გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების აღმოჩენას. ჰისტოლოგია, დაზიანებული ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპული გამოკვლევა, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ანთების ტიპი და სიმძიმე. რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ძვლების დაზიანების შეფასება, განსაკუთრებით ტბის არეში. აქტინომიკოზის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპია. პენიცილინები ხშირად გამოიყენება განსაკუთრებით ინექციების სახით. პრეპარატები მოიცავს ამპიცილინს, ამოქსიცილინს და ბენზილპენიცილინს. ტეტრაციკლინები, დოქსიციკლინი და ოქსიტეტრაციკლინი ეფექტურია აქტინომიცეტების წინააღმდეგ. სულფონამიდები ხშირად გამოიყენება კომბინაციაში ტრიმეტოპრიმთან, სულფამეტოქსაზოლი ტრიმეტოპრიმი. მაკროლიდები, ერითრომიცინი და ტილმიკოზინი გამოიყენება ალტერნატიულ ვარიანტად. ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს საკმაოდ დიდ ხანს, რამდენიმე კვირის განმავლობაში და ხშირად საჭიროა განმეორებითი კურსები. ქირურგიული ჩარევა. დრენირება და ჭრილობის გაწმენდა, ჩირქის დრენირება ფისტულებიდან და დაზიანებული ქსოვილის გაწმენდა ქირურგიულად. ამოკვეთა, სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნების ამოკვეთა ქირურგიული გზით, განსაკუთრებით ძვლის დაზიანების შემთხვევაში. ადგილობრივი დამუშავება. იოდის ხსნარი გამოიყენება ფისტულების დეზინფექციისთვის. ანტისეპტიკური ხსნარები, ჭრილობების დამუშავება ხელს უწყობს ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებას. დამხმარე თერაპია.
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგ, მელოქსიკამი, ფენილბუტაზონი, ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების შესამცირებლად. ტკივილგამაყუჩებლები, საჭიროების შემთხვევაში, ტკივილის შესამსუბუქებლად. ვიტამინები და მინერალები, ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. კარგი კვება, ადვილად მოსანელებელი და ნოყიერი საკვები. ადრეული დიაგნოსტიკა, დაავადების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. ვეტერინარის მეთვალყურეობა, მკურნალობის პროცესი უნდა იყოს ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მოხდეს პრეპარატების დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის სუსტი შერჩევა. საკვების ხარისხის გაუმჯობესება, უხეში საკვების მიღებისას პირისხრუს დაზიანების თავიდან ასაცილებლად უპირატესობა მიანიჭეთ კარგად დამუშავებულ და ადვილად საღეჭ საკვებს. პირისხრუს ჰიგიენა, რეგულარულად შეამოწმეთ ცხოველის პირისხრუ დაზიანებებზე და მიიღეთ ზომები მათი პრევენციისთვის. სანიტარული პირობები, დაიცავით ჰიგიენური პირობები, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება. გამაძლიერებელი თერაპია, დაავადების შემდეგ ცხოველს სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი, რომლის დროსაც უნდა უზრუნველყოთ ადეკვატური კვება, დასვენება და სტრესის შემცირება. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია. დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. აქტინომიკოზი. აქტინომიკოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით. ეს ბაქტერია ოპორტუნისტულია და ჩვეულებრივ გვხვდება პირისხრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე. აქტინომიკოზი ძირითადად მსხვილფეხარ ქოსან პირუტყვს ემართება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს სხვა ცხოველებიც, მათ შორის. მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი ყველაზე ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ტბის არეში, რის გამოც დაავადებას ტბის სიმსივნეს უწოდებენ. ღორები, დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს კისრის, თავისა და ზოგჯერ შინაგან ორგანოებში. ცხვრები და თხები, შეიძლება დაზიანდეს ლიმფური კვანძები და რბილი ქსოვილები. ცხენები, იშვიათია, თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს ძვლები და რბილი ქსოვილები. ძაღლები და კატები, დაავადება შეიძლება განვითარდეს მუცლის ღრუში, ფილტვებში, კანზე ან რბილ ქსოვილებში. ადამიანები, იშვიათ შემთხვევებში იმუნოდეფიციტის მქონე პირებში შესაძლოა განვითარდეს აქტინომიკოზი. დაავადების მიზეზები. აქტინომიკოზის განვითარების მთავარი მიზეზი ინფექციის შეჭრა დაზიანებულ ქსოვილებში. დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს. უხეში საკვები, პირისხრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც ხშირად ხდება უხეში საკვების ღეჩვისას. უცხო სხეულები, მცენარეული ღეროები, ნამსხვრევები და სხვა უცხო სხეულები, რომლებიც შესაძლოა მოხდეს პირისხრუსში. სტომატოლოგიური პრობლემები, კბილების დაზიანება და სხვა სტომატოლოგიური პრობლემები ხელს უწყობს ბაქტერიების შეჭრას. ქირურგიული ჩარევები, იშვიათად ქირურგიული ოპერაციების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ინფექცია. დაავადების სიმპტომები. აქტინომიკოზის სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანების ადგილმდებარეობაზე და დაავადების სიმძიმეზე. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი, ტბის ძვლის შესიება და გამკვრივება, დეფორმაცია, მყარი, სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნები ტბის არეში, ჩირქოვანი გამონადენი ფისტულებიდან, ნახრეტებიდან ტბის მიდამოში, მადის დაქვეითება, წონის კლება, სუნთქვის გაძნელება და ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, თუ დაზიანებულია სასუნთქი გზები. სხვა ცხოველებში კანქვეშა შესიებები და სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნები სხვადასხვა ადგილას, კისერზე, მუცელზე, კიდურებზე. ჩირქოვანი გამონადენი ფისტულებიდან. ტკივილი და მგრძნობელობა დაზიანებულ ადგილას. ლეთარგია და მადის დაკარგვა. შინაგან ორგანოების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიური სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ფილტვების დაზიანებისას ან მუცლის ტკივილი. აქტინომიკოზის დიაგნოსტიკა მოიცავს რამდენიმე მეთოდს. კლინიკური გამოკვლევა, ვეტერინარი აფასებს ცხოველის ზოგად მდგომარეობას, დაზიანების ლოკალიზაციას და სიმპტომებს. ლაბორატორიული ანალიზი. ბაქტერიოლოგიური კულტურა, დაზიანებული ქსოვილიდან აღებული ნიმუშის დათესვა სპეციალურ საკვებარეზე, რათა მოხდეს ბაქტერიის იდენტიფიცირება. ციტოლოგია, ჩირქოვანი გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევა, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების აღმოჩენას. ჰისტოლოგია,
დაზიანებული ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპული გამოკვლევა, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ანთების ტიპი და სიმძიმე. რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ძვლების დაზიანების შეფასება განსაკუთრებით ყბის არეში. აქტინომიკოზის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპია. პენიცილინები ხშირად გამოიყენება განსაკუთრებით ინექციების სახით. პრეპარატები მოიცავს ამპიცილინს, ამოქსიცილინს და ბენზილპენიცილინს. ტეტრაციკლინები, დოქსიციკლინი და ოქსიტეტრაციკლინი ეფექტურია აქტინომიცეტების წინააღმდეგ. სულფონამიდები ხშირად გამოიყენება კომბინაციაში ტრიმეტოპრიმთან, სულფამეტოქსაზოლი ტრიმეტოპრიმი. მაკროლიდები, ერითრომიცინი და ტილმიკოზინი გამოიყენება ალტერნატიულ ვარიანტად. ანტიბიოტიკოთერაპია უნდა გაგრძელდეს საკმაოდ დიდ ხანს, რამდენიმე კვირის განმავლობაში და ხშირად საჭიროა განმეორებითი კურსები. ქირურგიული ჩარევა. დრენირება და ჭრილობის გაწმენდა, ჩირქის დრენირება ფისტულებიდან და დაზიანებული ქსოვილის გაწმენდა ქირურგიულად. ამოკვეთა, სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნების ამოკვეთა ქირურგიული გზით, განსაკუთრებით ძვლის დაზიანების შემთხვევაში. ადგილობრივი დამუშავება. იოდის ხსნარი გამოიყენება ფისტულების დეზინფექციისთვის. ანტისეპტიკური ხსნარები, ჭრილობების დამუშავება ხელს უწყობს ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებას. დამხმარე თერაპია. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგ მელოქსიკამი, ფენილბუტაზონი, ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების შესამცირებლად. ტკივილგამაყუჩებლები, საჭიროების შემთხვევაში, ტკივილის შესამსუბუქებლად. ვიტამინები და მინერალები, ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. კარგი კვება, ადვილად მოსანელებელი და ნოყიერი საკვები. ადრეული დიაგნოსტიკა, დაავადების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. ვეტერინარის მეთვალყურეობა. მკურნალობის პროცესი უნდა იყოს ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მოხდეს პრეპარატების დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის სუსტი შერჩევა. საკვების ხარისხის გაუმჯობესება. უხეში საკვების მიღებისას პირის ღრუს დაზიანების თავიდან ასაცილებლად უპირატესობა მიანიჭეთ კარგად დამუშავებულ და ადვილად საღეჭ საკვებს. პირის ღრუს ჰიგიენა. რეგულარულად შეამოწმეთ ცხოველის პირის ღრუ დაზიანებებზე და მიიღეთ ზომები მათი პრევენციისთვის. სანიტარული პირობები. დაიცავით ჰიგიენური პირობები, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება. გამაძლიერებელი თერაპია. დაავადების შემდეგ ცხოველს სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი, რომლის დროსაც უნდა უზრუნველყოთ ადეკვატური კვება, დასვენება და სტრესის შემცირება. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.